და არ იქოქება. $50-50-ია და უკანონოდ ბეზრდება. როგორც ყოველთვის კლასიკურად ჩემს გაჩერებაზე ღამე მზის შუქზე ვერ განახეთ მანქანა მოკლედ. ჩამომივიდა ჩემი Honda Fit-ი, რომელიც რამდენიმე თვით როგორც მინიმუმ ჩემია და ვფიქრობ რომ ცოტა დიდი ხნით დავიტოვებ, იმიტომ რომ რატომაც არა სხვა არჩევანი არ მაქვს მოკლედ. ჯერჯერობით ამ Fit-ით ვივლით და რაც ამ Fit შეეხება და რატოა საინტერესო და იმაზე საინტერესო რატოა ვიდრე ის თეთრი რომელიც ყავდა, ეხაც მყავს, მაგრამ ეს ცოტა უფრო საინტერესო არის, იმიტომ რომ აქედან ვერ გავაღებ მე მგონი. იმიტომ რომ პირველ რიგში ეს არის ლუქს კომპლექტაცია და არის რაღაცები აქ დამატებული, რაზეც ცოტა უფრო დეტალურად მოგიყვებით მე უკვე დროთა მანძილზე, ასე რომ არხი გამოიწერეთ წინასწარ და დაელოდოთ ამ მანქანაზე მეტ ინფორმაციას. ფერი ყველაზე პირველი რაც ხდება თვალში და საკმაოდ საინტერესო ფერია, იმიტომ რომ ქვედა მხრიდან ყავისფერია, ზედა მხრიდან მწვანეა, ცოტა გარდამავალში და რავი, ჩრდილში უფრო მუქისკენ გადადის, მზეზე სავარაუდოდ იკაშკაშებს და მომწონს. სხვაობა რა აქვს იმის გარდა რომ აი ესეთი ფერის დამატებებიც აქვს, ასევე აქვს სპოილერი, რომელიც აკლია რეალურად ამ მოდელებს და ზედმეტად საპონს გავს ხოლმე, უკანალია ეს მომრგვალებულია და საშინელება არის. მე ვფიქრობ, მე რომ მკითხო, იმ თეთრსაც აუცილებლად უნდა დაუყენოს სპოილერი ვიღაცამ, ვინც შეიძენს. სავარაუდოდ არც დაუყენებს, იმიტომ რომ ცოტა რთული საშოვნელია. დენი არ გვაქვს, სულ პირველად ჯდები ახლა მანქანაში, ასევე რადგანაც ფერებზე დავიწყეთ საუბარი, აი ესეთი ფერის სალონი გვაქვს. ბევრს არ მოეწონება, ბევრს მოეწონება, მოკლედ არ ვიცი. მე ვფიქრობ, რომ გამორჩეულია და გამორჩეული რაღაცები მომწონს მანქანებში, რომ ცოტა სხვანაირი იყოს ხოლმე, ვიდრე ყველა მოკლედ. რაც შეეხება ჩვენს Honda Fit-ს და რატო იქნება საინტერესო ასევე ამის ვიდეოები, ესეც გასმული არის და ესეც მარჯვენა მხრიდან. თუ თეთრი მარცხენა მხრიდან იყო, თეთრი მეგონი მარცხენა მხრიდან იყო, გადადით არხზე და ნახეთ. თვითონ დაზიანება რეალურად დიდი არ არის. უბრალოდ მთელი მხარე უნდა შეიღებოს გვერდი და აი ფერსაც რო დააკვირდეთ, საკმაოდ ღრმა ფერი არის და ამის დასმა იქნება ესეთი კაი quest. რაც შეეხება წინა მხარეს, აი ბამპერი გვაქვს ცოტათი დაზიანებული აქ. და ბამპერი ისე არ მანაღლებს, როგორც აი ეს ფარი. აქ აქვს პატარ-პატარა გახაზულები, მაგრამ ბევრად უარეს შეიძლება და ყოფილიყო, იმიტომ რომ ეს რო გაბზარულიყო, ამის გამოწერა და ლოდინი და ასე შემდეგ არ იქნებოდა სასიამოვნო და მოკლედ მიხარია რომ გაბზარული არ არის. შიდა მხრიდან სანახავია სამაგრებში რა და როგორ იქნება, მაგრამ ვფიქრობ რომ კრიტიკულად არაფერი არ უნდა ქონდეს. სხვა მხრივ მოკლედ Honda Fit-ი, როგორც Honda Fit-ი, ვიცი რომ უმეტესობას არ მოგეწონათ ეს Honda Fit-ები, მაგრამ რას ვიზავთ ნელ-ნელა ვფიქრობ რომ მაინც მიეჩვევა თვალი და შემოიყრება ეს მანქანებიც, იმიტომ რომ ცოტა სწვავს, არ ფუჭდება, იმიტომ რომ კოლოფი შეცვალეს და ვარიატორი არის ახლა, რომელიც მოკლედ CVT კოლოფი არის, პატშიპნიკებიანი და ასე შემდეგ. ტექნიკურ ნაწილში მე დიდად არ ვერევი და ვერც ვერ ყვევი და არც მინდა რომ ვერ ყვევოდე Honda Fit-ების კოლოფებში, ასე რომ კოლოფი სხვანაირია, GP5-ისგან განსხვავებულია. ეგ არის რაც მჭირდება რომ ვიცოდე და თქვენც მაგას გეუბნებით. ცოტა უფრო დეტალურად თუ იცით ვინმე რა და როგორ მუშაობს, რომელი ჯობია და რატომ კომენტარებში გეპატიჟებით, მე ყველა კომენტარს ვკითხულობ საერთოდ, ასე რომ თუ რამე იცით და რამე ინფორმაცია გაქვთ, მზად ვარ ვისწავლო. რა, მე მგონი გაბზარული არ არის. გაბზარული არ ჩანს. რაც მიხარია. გაბზარული როგორც მინიმუმ არ ჩანს და მე მგონი არც არის. უბრალოდ ცოტა არის მიწეული და ეგ არაფერი. სავარაუდოდ ფრთის სამაგრიდან არის მიწოლილი და სახიფათო არაფერი. ამაში გადავშით. ეხა უნდა დავაპერემიჩკოთ და ჩავიყვანოთ ეს მანქანა, მივიყვანოთ ჩვენს გარაჟამდე და დავაყენოთ. ბევრი დრო მექნება ამ მანქანასთან, სავარაუდოდ მიმოხილვასაც გადავუღებ კიდევ პლუს ზედმეტად თეთრისთვის ჯერ არ გადამიღია და სხვა მანქანებს დავსდევ. რას ვიზავთ, ვცდილობ რომ გავაუმჯობესო ჩვენი არხის ამბები. მოკლედ, ჩავიყვანოთ ეხა ეს მანქანა, დავაყენოთ და ღამე აღარ გაწვალებთ, დილიდან შევუდგეთ ამ მანქანას. სანამ ბუსტერს ველოდებით, მე მინდა რომ გითხრათ, თუ იაპონიიდან გინდათ მანქანის ჩამოყვანა, ან ასეთი დაზიანებით, ან საერთოდ დაუზიანებელი, ან ცოტა უკეთესი, ან ცოტა უარესი, მოკლედ მოიწერეთ იაპონიიდანაც ჩამომყავს, კორეიდანაც შეგვიძლია, ჩინეთიდანაც შეგვიძლია, ამერიკიდანაც შეგვიძლია, კანადიდანაც შეგვიძლია და არაერთხელ გაგვიკეთებია ეგ. ასე რომ მოიწერეთ და რატომაც არ გაყიდინოთ თქვენი საოცნებო მანქანა. ეხლა კიდე ჩემს საოცნებო Fit-ში ჩავუჯდეთ. არა, ეგ არ გვინდა, ეგ არ გვაწყობს. და როა აბა ვიწყოთ ერთი
დაქოქილია. ჩეკები გვინთია, იმიტომ რომ აკუმულატორი როცა ჯდება და ესე ვაპერე მიჭკებთ, ხშირად ხდება რომ ჩეკები ანთია. ამიტომაც არ მეშინია, დარწმუნებული ვარ რომ ჩავაქრო და დავქოქო ეს ჩეკები გაქრება, მაგრამ მაგას არ ვიცი, იმიტომ რომ ჩავაქრო სავარაუდოდ ვეღარ დავქოქავ, რომ ცოტა ხანი დავაცადოთ. ამ მონიტორებზე მინდა რომ გითხრათ, იმ თეთრზე საერთოდ არ მომეწონა CarPlay-იც კი არა აქვს და ცუდია. სალონი მომწონს, სხვათა შორის ბარი გვაქვს და აი ესეთი ფუფუნებიანი მანქანა გვყავს. ბარი რო გვაქვს Honda Fit-ში, უკვე ძალიან დიდი პლუსი. აი ზუსტად ეს ბარი მაკლდა რა და მოკლედ ამ მანქანას დავიტოვე. გეგმაში მაქრო ეს ჭერი გავაშავოთ და მოკლედ ნახოთ როგორი იქნება. ნახოთ. სავარძლების გათბობაც გვაქვს, საჭის გათბობა არ გვაქვს და всё ეგ არის. ნახოთ აბა ეხა გარაჟთან ვართ. ჩეკების ამბები. ჩავაქრეთ. და რიქოქება. აი, დასტენია. Hey, why do I know that my time coming up? Out of my mind, all my time ain't enough. Stayed on my grind many times, I was stuck. Had to wax the real, rip betray out like I'm young, cause I am in the scenes I got. Little more to give y'all than the people I'm not. Step foot in the game, young lives change, Hate them more cause I'm up and I don't even fly like, but I'm here. I see rappers lying, dark roads, high things. I know they hiding, but what you... გათენდა მესანამ ჩამოვედი. მანქანა უკვე ნახევრად დაშლილი არის. დღეს მოკლედ მამამ იმუშავა მანქანაზე და ფარი რეალურად გუშინ რავი ვერ დავინახე რომ გაბზარული იყო შიგნიდან ეს სამაგრები და რაღაცა. მაგრამ ნუ გაბზარულია და დასამუშავებლად არის მოხსნილი. სხვა მხრივ ეხა ეს მზის შუქს ეს გაჩვენოთ მანქანა, რა ვიცი ეს ზევიდან რომ უყურებ, აქეთ მომწვანოა, მაგრამ ესე ახლოს რომ მოხვიდე. უკვე ცოტა სხვა ფერში ურტყავს, ქვევიდან ყავისფერია. მოკლედ რა ვიცი, საინტერესო ფერია. ამ ფერის დასმაზე მოგვიწევს მუშაობა. და ესე გამოიყურება დაზიანება. და კიდევ ერთი პრობლემა გვაქვს. აკუმულატორი დავტენეთ, რაც პრობლემებს შეეხება, ფარი გვაქვს დაზიანებული. ეგ ვიცით, იმ გვერდის გარდა გვაქვს კიდევ სავალში პრობლემა, ანუ მოკლედ ცაფკა, რაზეც დგება დისკი, აი ეს მოკლედ შიგნიდან ხმაურობს და სავარაუდოდ პაჩიბნიკი ექნება დაზიანებული და მოკლედ მაგაზე უნდა ვიმუშაოთ დღეს. Down, I can show y'all how like the birds and the bees. Everybody trying to stunt, like they know the focus up. I know everybody's stuck to a certain degree. They all hide it, that ain't something I'm with. Always keep it 10 toes, and if I choke up, I'm licking emotions. Roll me to ერთი აი ესეთი პრობლემა გვაქვს. მოკლედ აი ეს რომ მოხსნეს, არ ვიცი რატომ მოხსნეს პირველ რიგში. მოდი მაგით დავიწყოთ, მაგრამ ნუ კარგი მოხსნეს, მაგრამ როგორ მოხსნეს ეგ არის კითხვა. აი ასე მოხსნეს. ძალიან არის ჩამოგდებული და თან აი აქ ხედავს ნაკეცებს, ხო? ერთადერთი მიზეზი, რატომაც არ მწყდება გული და არ უღიზიანდები და არავით არ ვეჩხუბები, არის ის, რომ მინდოდა რომ შავად გადამეკეთებინა ამის ჭერი ისედაც, იმიტომ რომ არ აქვს შავი ჭერი და ჩემს ეს პაკეტს მივეჩვიე, მენატრება ეხა ეს პაკეტი რომელიც გავყიდეთ, რაც მყავდა ეს დიდად არ ჩამივარდა გულში, მაგრამ ნუ შავი ჭერი მაინც მინდა, რადგანაც ჯერ ვივლია მანქანით, მივა ალკანტარებთ და ცოტა გავალამაზებთ შიგნიდანაც. ეხა კიდე წავედით და პირველადი პრობლემები გადავჭრათ. ჩვენი Honda Fit-იც ვაჩვენეთ ბიჭებს. როგორც ყოველთვის ჩვენს პარტნიორ სერვისში ვარ. ნომერსაც გამოვანათებ, ლოკაციაც იქნება აღწერაში და მოკლედ ჩემი სახელით ვინც მოხვალთ, კარგ ფასდაკლებასაც მიიღებთ. ბიჭები საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობით უდგებიან, აქ ხდება საერთოდ ყველაფერი, სათუნუქედან დაწყებული, სამალიარეთი დამთავრებული, რაზვალის გასწორებაც აქ ხდება, სავალი ნაწილის შეკეთებაც აქ ხდება და მოკლედ მანქანა მოყავთ და მიყავთ აქედან უკვე მაქსიმალურად ახლოს იდეალურთან. რაც შეეხება ჩვენს Honda Fit-ს, მოკლედ 4 ნაჭერი გვაქვს შესაღები, ფერში უნდა ვიჩალიჩო, რომ საღებავი იდეალურად დავსვათ, იმიტომ რომ ცოტა რთული ფერი ჩანს. ზევიდან უყურებ მწვანეა, ქვევიდან უყურებ ყავისფერია. ცოტათი რთული ფერია, მაგრამ მაგაზე მოგვიწევს მუშაობა.
ამ ფიტით მომიწევს რამდენიმე თვე როგორც მინიმუმ სიარული. აქ პარალელურად ჩვენ X3-იც იწყობა და X3-ის პროექტი სავარაუდოდ უკვე არხზე უნდა იდოს, აი ძალიან მომწონს ეგ მანქანა. ეხაც აღდგენის პერიოდში ვარ და უკვე მომხიბლა მაგ მანქანამ და მინდა რომ ნახოთ რა ისტორია გამოვიარეთ. წესით ამ დროს უკვე აღდგენილი უნდა იყოს, ოდესაც ამ ვიდეოს უყურებთ, ასე რომ გადადით თუ გამოტოვეთ აუცილებლად ნახეთ ეგ მანქანა. მე კიდე წავედი და ჩვენი Honda Fit-ის პროექტი დავასრულე. მოკლედ საბურავი რო ტრიალებს რაღაცა მომენტში უკაკუნებს და მაგას უკეთებთ ახლა დიაგნოსტიკას, რომ მივხვდეთ რაშია პრობლემა. მე ვფიქრობ, რომ ცაპკაა. ნუ ნახოთ მოკლედ რაც არ უნდა იყოს, უნდა მოვაგვაროთ, იმიტომ რომ არასასიამოვნო ხმა არის. სერიალში არ მიშლის ხელს, მაგრამ ხმა არის არასასიამოვნო. ჯერჯერობით ვერ ვიპოვეთ პრობლემა, ესე დავშალეთ ავაწყეთ, რაღაცა კაკუნობს, ცაპკა არ არის. სუპორტში არ მგონია რამე ქონდეს ისეთი დაზიანებული, რომ ეგრე ხმაურობდეს, სუპორტის გარეშე არ ხმაურობს, სუპორტს რო ვადებთ, ხმაურობს. ლოგიკურად შემდეგი ეტაპი ცაპკის შემდეგ არის აპორნი. სავარაუდოდ თვითონ სამოხრუჭე დისკია მოღუნული და ამ რაღაცნაირად ურტყავს, არ ვიცი. ახალ სამოხრუჭე დისკს დავაყენებთ ახლა და ვნახავთ რეალურად რისი ბრალია. რაღაცა პატარ-პატარა რაღაცები გამოვუჩნდა ამ მანქანას, მაგრამ ამერიკულთან შედარებით საერთოდ არაფერია, ასე რომ ესე მშვიდად და წყნარად რა ველოდებით მოკლედ გავიგებთ და გამოვასწორებთ აქ საგანგაშო არაფერი. სულ რამდენიმე წუთში გავიგებთ ახლა ხმა აქვს თუ არა. კაკუნი აღარ არის. მე ჟანგებია. ეს ჟანგია. კი ხმაურობს, მაგრამ კალოტკების ხმა უფრო არის. ის კაკუნი აღარ არის, მაგრამ ნუ რო გავტესტოთ და დავწმუნდეთ ბოლომდე, ერთი კაი წრე უნდა დავარტყათ და ვნახოთ რა შედეგს გამოიღებს. ახლა უცილებელია რომ გავიაროთ და ცოტა ხშირად გამოვიყენოთ მუხრუჭი, რომ გაიტანოს. არასასიამოვნოდ კი ჟღერს, მაგრამ ის კაკუნი რაღაცა აღარ მესმის და მოკლედ ვნახოთ, იმედია გაიტანს, იმიტომ რომ დამღლელია ესეთი რაღაცა გაურკვეველი პრობლემის ძებნა. ჯობია იცოდე ხოლმე რა ჭირს და ზუსტად გეცოდინება როგორ უნდა გადაჭრა და მოკლედ ზუსტად ეხლა უნდა მოვძებნოთ ის პრობლემა. წესით ვერ შევნიშნე რაღაცა კატასტროფული ხმა რაც ქონდა მანამდე, რაც უკაკუნებდა, აღარ უკაკუნებს, კი კალოტკების ხმა არის და ნელ-ნელა შემცირდა, მაგრამ ნუ მოკლედ ეხლა რო არ ვიაროთ ყვილად, სატესტო პერიოდს ავიღებ და მაგას მოვაგვარებთ, როდესაც გამოჩნდება. აი თუ გამოჩნდება, მოვალ და რამეს მოვიფიქრებთ. მანამდე კიდე ვივლი და გაიცვიტოს. ამასობაში ჭერის აბიკვს მოვხსენით ჩვენს Honda Fit-ს და მინდა გითხრათ, რომ შავ ალკანტარაში ვაკეთებთ აი თითის ნარჩენები რომ დატოვოს. შავი ჭერით ესეთი წლოვანების ფიტები არ გამოდის, 2023-დან წამოვიდა RS ფიტები, რომელიც ცოტა უფრო უკეთესია ვიდრე ესენი, ანუ 20-დან 23-მდე. შავი ჭერით არ არსებობს ეს GR3, მე როგორც ვიცი და როგორც მაქვს ინფორმაცია. მაგრამ ჩვენსაც ექნება შავი ჭერი, იმიტომ რომ რატომაც არა. მაინც დაგვიზიანეს ჭერი, მაინც გადასაკრავი იყო და სხვაობა ფასში დიდი არ იყო. ისედაც გზაში როცა იყო, ვფიქრობდი, რომ გამაშავებინა ჭერი და ბარემ დააზიანეს ზუსტად ისი გაკეთებაც მინდოდა. პირველად სხვადასხვა ამდენი მანქანის ჩამოყვანისას, რა ვიცი, ჭერი შეგნიდან პირველად დამიზიანეს, ზუსტად იმ მანქანაზე, რომელზეც მე მინდოდა რომ გამაშავებინა ჭერი. ალბათ დამთხევა არის, ან მას ეუწევდა. მირეკავენ, წავედი ჩვენს გეგმას, რაც შეეხება ახლა. უნდა წავიდეთ და ვნახოთ ამ ფიტის საღებავი რამდენ ხანში იქნება და ასე შემდეგ, ჯერ უნდა დავტოვოთ შეკვეთა და მოვისმინოთ რამდენს გვეტყვიან, რა დროს გვეტყვიან, დაჯდება თუ არა ზუსტად ფერში და რა ვიცი, ეგ არის ჩვენი დღევანდელი გეგმა, ასე რომ წავედით, მივხედოთ ჩვენს მწვანე ყავისფერი იაპონელს. უხდება აკაპრობას.
ესე იგი გავიდა რამდენიმე დღე კიდევ ჩვენი ფიტი ჯერჯერობით აი ასე გამოიყურება, მაგრამ ზუსტად მაგის თქმა მინდა და მაგიტო ვარ აქ. ეხა მივდივართ და დავტოვებთ ბიჭებთან ამ Honda Fit-ს, უკვე დაიწყებენ ამ მანქანაზე მუშაობას. საღებავი დაახლოებით 2-3 კვირაში იქნება, იმიტომ რომ ფერი არის საკმაოდ რთული და ცოტა რთული დასასმელია თან. პლუს ის ორიგინალი კომპონენტი, რომელიც საჭირო არის ამ ფერის დასასმელად, ვერსად ვერ ვნახეთ და მოკლედ მოგვიწევს რაღაცის მოფიქრება და ბიჭები ისე დასვამენ, რომ როგორც მინიმუმ მაქსიმალურად ახლოს იყოს. და მასე თუ იძახიან ბიჭები, ესე იგი იმას ნიშნავს, რომ მართლაც რომ მაქსიმალურად ახლოს იქნება. სხვა მხრივ, ეხა ამ Honda Fit-ითაც ვიარე, ეს თეთრიც მყავს ჯერჯერობით და ცოტათი განსხვავდება, იმიტომ რომ დისკები აქვს ცოტა უფრო დიდი და უფრო გრუბად დადის. სხვა მხრივ ყველაფერი ერთად იგივე არის, სალონშიც სხვაობა თუ არ გავითვალისწინეთ და დავიკიდეთ სალონში სხვაობა, მაშინ ერთად იგივე მანქანა არის და კომპლექტაცია დიდად არაფერს არ წყვეტს, არაფრით არ განსხვავდება. მოკლედ, რა ვიცი, დიდად ვერ მოვიხიბლე ამ Honda Fit-ებით. 50-50-ზეა და ყველანაირად მბეზრდება და აი მანქანა რო ერთ კვირაში მოგბეზრდება, ესე იგი რაღაცა არ არის და თან, რავი, 2020 წლიან მანქანაში აი რაღაცა ლუქს კომპლექტაციას რო ყიდულობდა, CarPlay არ აქვს, იმენა გულისამრევია. კი, ფერი კაი. სხვა და დისკებიც კაი, მაგრამ აი ისეთი რაღაცები, რაც სალონში გჭირდება და არ გაქვს, ეგ მოსაბეზრებელია და მოსაბეზრებელს ხდის მანქანას. მაგრამ ნუ ეხა Honda Fit-ია და ამას წვის გარდა არაფერი არ უნდა მოვთხოვოთ. წვის გარდა, იმის გარდა რომ არ უნდა ფუჭდებოდეს და ტევადი იყოს. მეტი არაფერი არ უნდა მოთხოვო, უბრალოდ აი ეხა ამ წლოვანების ფიტები დაახლოებით $900-ზე ადის და $900 მანქანას უკვე ვფიქრობ, რომ უნდა მქონდეს უფლება რომ მოვთხოვო რაღაცა იმაზე მეტი რომ ნაკლებს წვავდეს და უფუჭებელი იყოს. რა ვიცი, მე ეგეთი აზრი მაქვს, ცოტა უფრო დეტალურად უკვე მიმოხილვაში ვისაუბრებთ. ეხა კიდე წავედით და მივხედოთ ჩვენს Honda Fit-ს. რაღაც ერთი კვირა გასული, უკვე ალბათ მიხვდებოდით სადაც ვარ. აი ეს არის დამუშავებული. მთელი გვერდი, მოკლედ დავამუშავეთ. ესე გამოიყურება ჩვენი Honda Fit. პარალელურად ამასობაში ჩვენი ჭერიც არის მზად და ალკანტარაშია ეხლა. ჯერჯერობით არ მინახავს როგორი არის და როგორ გამოიყურება, მაგრამ ხვალ დილას მამა მიიყვანს და წამოიყვანს უკვე შავჭერიან Honda Fit-ს, რომელიც ქარხნით არ გამოდის ამ წლოვანებაში და ერთ-ერთი ესეთი გამორჩეული ხაზი იქნება ჩვენი Honda Fit-ისთვის. კი ვფიქრობ, რომ სავარაუდოდ გაიყიდება ესეც და ესეც, მაგრამ ჯერჯერობით მე მიწევს ამიციერული და მოკლედ კომფორტულად ვივლი რა. კარგია რომ დამიზიანეს ეს ჭერი გზაში. რაღაცა პლუსებიც გამოგვაქვს, მინუსები. მოვკიდეთ ახლა ხელს ჩვენს Honda Fit-ს და წავიყვანთ სახლში და დავიდებით შავჭერს. აბა ჩამოვედით და ჩვენი ჭერი მაინტერესებს როგორი არის, იმიტომ რომ მამამ უკვე დააყენა და ძალიან მაინტერესებს როგორია. თვითონ მოეწონა და მე პირველად ვნახულობ ეხლა თქვენთან ერთად. საინტერესოდ გამოიყურება. აქაც ეგ პანელებზეც ალკანტარა სულ ძალიან კაია. მომწონს. იმას ბევრად ჯობია. რაც თეთრზეა. თეთრი ჭერი ლად კარგი არ არის რა. შეიძლება მივეჩვიე უბრალოდ და მაგიტო, მაგრამ ნუ აი ეხა სულ სხვანაირი არის მანქანა, შიგნიდან რუზი ხარ.
რაღაცა სხვა შეგრძნება. შეიძლება ეს ყველაფერი ჩემი მიჩვევის ამბავი იყოს, მაგრამ ნუ არ ვიცი, მე მომწონს თქვენი აზრით დამიწერეთ მაინდა. შევიჭერი, კარგია. აი აქაც გადავაკარით. თლიანად არის ალკანტარაში. ინტერესოა, ეხლა კიდევ ცოტათი ავამაღლეთ ამ მანქანის კომპლექტაცია. ეხლა კიდე სად მივდივართ, მაგას გეტყვით. მივდივართ, რომ ეს დავშპაკლოთ გვერდი, სანამ ველოდებით ჩვენი შეღების რიგს. მინდა რომ შპაკლში იყოს და ნუ ცოტა დაცული ვიყო იმისგან რომ არ დაიჟანგოს. ასე რომ ეხლა დავიძრებით და წავედით დავტოვოთ მანქანა ისევ იქ, სადაც ვაწყობთ მანქანებს სულ. როგორც იქნა შემიძლია ვთქვა ის ფრაზა, რომელსაც ასე დიდხანს ველოდებოდი რომ მეთქვა. ჩვენი Honda Fit არის მზად. მზად არის, აი ასე გამოიყურება. იყო რაღაც პრობლემები ფერის დასმასთან, როგორც თავიდან ვთქვით, მაგრამ მაქსიმალურად მიახლოებულია ყველანაირი გადაღებების გარეშე, მოკლედ ესეთ შედეგს არ მოველოდი და სიმართლე რო გითხრათ, რომც არ ეთქვათ ჩემთვის რაღაცა სხვა კომპონენტებით არის შექმნილი ის საღებავი და მაქსიმალურად არის მიახლოებული ორიგინალთან, მე ვერც დავინახავდი ალბათ, არ ვიცი, შეიძლება ამინდის გამო იყოს, რადგან მზე პირდაპირ არ ურტყავს. მაგრამ ნუ მაქსიმალურად ახლოს არის და ეხლა აი ესე გამოიყურება ჩვენი Honda Fit. ვფიქრობ, რომ თეთრთან შედარებით ეს ცოტა უფრო სიმპათიური ფერი არის და ამ მანქანას, ამ მოდელს ცოტა მუქი ფერი უხდება. ჩემი აზრით, არ ვიცი. თქვენ თუ რამე სხვა აზრი გაქვთ, შეგიძლიათ დამიწეროთ კომენტარებში. აი ასე დავასრულეთ ჩვენი Honda Fit-ის უკვე მეორე Honda Fit-ის GR3 კუზაოში პროექტი. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ჩემს ვიდეოებს უყურებთ და თვალს მადევნებთ. წავედით და დავველოდოთ შემდეგ ცოტა უფრო უკეთეს პროექტს.